მთავრობას ახალი ამბიცია აქვს. საქართველოს ჰიდროენერგეტიკის გიგანტი უნდა გახდეს. გაეროში გახმოვანებული ახალი გეგმის მიხედვით ქვეყანა თანდათან საკუთარი ელექტროენერგიით განათდება. მეტიც, იდეის რეალიზაციის შემთხვევაში რეგიონის მთავარი ენერგომიმწოდებლებით გავხდებით. ენერგეტიკულად გაძლიერების სურვილი ერთია, ეკოლოგიური ეთიკის მოთხოვნები კი მეორე. მთავრობის ამბიციურ გეგმაში სწორედ ამ საფრთხეს ხედავენ გარემოს დამცველები. სარგებელსა და ზიანს შორის არსებულ ოქროშუალედზე ქეთი ფარცხალაძე გვიამბობს. ჩვენი ამბიცია საქართველო გახდეს ჰიდროელექტროენერგეტიკის გიგანტი. კლიმატის ცვლილებების სამიწე გამოთქმული სამთავრობო ამბიცია საფუძვლიანია. აცხადებს ენერგეტიკოსი პაატა ცინცაძე და გვიხსნის, რომ ქვეყანა დღეს შესაძლებლობების მხოლოდ 18% იყენებს. რა სარგებელს მიიღებს ის პოტენციალის სრულად გამოყენებით. ჩვენი ჰიდრორესურსებით შეგვიძლია დავიკმაყოფილოთ ეს მოხმარება, ამით შევამციროთ დამოკიდებულება იმპორტზე და ასევე ნაწილი ელექტროენერგიის ზაფხულის თვეებში, როდესაც მოხმარება დაბალია, გავიტანოთ ექსპორტზე. ენგურის აუზში დაგეგმილი არის 29 ჰესი. დაახლოებით მესტიის მოსახლეობის ნახევარს მოუწევს აყრა თავის საბინადრო ადგილიდან, მნიშვნელოვნად შეიცვლება ბუნებრივი გარემო. გარემოს დამცველი ირაკლი მაჭარაშვილი ქვეყნის ერთი კუთხის მაგალითზე გვიხსნის, რა საფრთხეებს შეიცავს ჰესი. ის მეცნიერულად დადასტურებულ შეხედულებასაც გვაცნობს, როგორ ზემოქმედებს დიდი კაშხალი კლიმატის ცვლილებაზე. რეზერვუარის ავსების დროს უტება მცენარეული საფარი და ნიადაგი. ფუნქციონირების დროსაც ასევე გამოიყოფა თბური გაზები. ჰესებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის დროს ხდება დიდი რაოდენობით მცენარეული საფარის განადგურება და დიდი რაოდენობით ბეტონი გამოიყენება, რაც ასევე იწვევს უარყოფით ზეგავლენას კლიმატის ცვლილებაზე. რა გამოსავალს პოულობს ხელისუფლება ჰიდროელექტროსადგურების მავნე და სასარგებლო შედეგების კონფლიქტიდან? მოხდება გარემოზე ზემოქმედების შეფასება და შემდეგ უკვე ამ გარემოზე ზემოქმედების შეფასებაზე დაყრდნობით დაისახება ეს მიზანი, რა არის მისაღები, თქვათ, იგივე რა აქტივობები შეიძლება დაიგეგმოს შესამცირებლად. ენერგეტიკის სამინისტროს უკვე აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ახლო მომავალში ჰესების რაოდენობა 155-მდე გაიზრდება.